გამარჯობა მეგობრებო. აი ასე სტრემლებით იწყება ჩემი ვიდეო, მაგრამ კიდევ კარგი ცუდი სტრემლები არ არის. ხახვი დაუჭერი. ვიფიქრე არ გამოვჩნდა მეთქი თქვენთან. სტრემლები თქო, მაგრამ უკვე იმდენი ხანი მაქვს. ვერა და ვერ გავიჩერე. მოკლედ. სადილს ვამზადებ როგორც ყოველთვის. დღეს მაქვს გუფთა და ვიწყებთ. როგორ ხართ აბარაშვებით? მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ ჩემი ვიდეოები დამილაიქოთ და დამიკომენტაროთ ხოლმე, თუნდაც თითო სმაილით მაინც. აღარ აკომენტარებთ რაღაც და მეუბნებიან, რომ ვიდეოები აღარ მიჩანსო, შენიო და რაშვებიო, აღარ იღებო? არა და ვიღებ, მეგობრებო, თქვენც ხო იცით, რომ ვიღებ. ვინც სულ მიყურებს, იმან კი იცის და ვინც არა და ის ვეღარ მყოულობს. არ ვიცი რატომ ხდება მასე, რომ აღარ ჩანს ხოლმე ზოგადად ზოგგან ჩემი ვიდეოები. ვინც ხშირად არ უყურებს იმათთან, არ ვიცი რატომ ეს. დამრჩა ფარში საკმაოდ ბევრი ახალი წლის დღეების მერე. გავყინე, ეხლა ვუზავ კვერცხს. ფარში და ბრინჯია ერთად. და გავაკეთებ გუფთას შარიკებს. ისეთი ქარია დღეს, წეგან გავედი აივანზე, ლამის წამიღო. ისევ არის ცუდი ამინდი გამოცხადებული. მაღალ მთიანებში თოვლიანობა და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთან იყოს თოვლი ერთი არ შეიძლება. მინდა ძალიან ჩვენთან თოვლი. ბავშვების გამო უფრო. ეს შევაერთოთ ახლა. გავაყვა იმედია ჩემი ფარში. ესე იგი თვალები მაინც არ მიჩერდება, მაინც გატეხლებული მაქვს და მიცრემდება. არაფერი არ მშველის, არც ცივი წყლით გარეცხეო დანაო, არც ფანჯარა გააღეო. არაფერი არ მშველის. მოკლედ ცოტა შევაცხელე ჩემი ფარში, უბრალოდ აი ოდნავ შევათბე, იმიტომ რომ გაყინული იყო ფაქტიურად. ოდნავ შევათბე და გადმოვიღე აი ამაში შევათბე. და გავაკეთებ კიდევ გრძელ მაკარონებს. აი ჭირს გაზს. რაღაცა ჰაერი ხვდება და იქით კარი გაიყო და სკვაზნაკია. მოკლედ. ვინც ადისვენებდა მეგობრებო საახალწლო დღეებში, აბა მითხარით. სად იყავით, რას აკეთებდით? სად რას საქმიანობდით?
ეს მიყვარს ძალიან ტომატ პასტა. ჩვენ სახალხო დღეებში ერთადერთი სადაც ვიყავით ეგ გალერეაში, კინოში ვიყავით, ბავშვები უბრალოდ მულტფილმზე წავიყვანეთ და გავასერინეთ ნათვის ხეზე. თავარ ნათვის ხეზე. მეტი პრინციპში არც არცად არ ვიყავით. სტუმრად ვიყავით მარტო ირაკლის ნათლთან. და ჩემდასთან რო ვიყავით, ეგ ალბათ უკვე ყველა მიცით, იმიტომ რომ ვიდეოებში მქონდა მარტო. ეგ ვიდეოები კაი ხანს ფონი ჭალაში რო ვიყავით. ეხლა დავადებ ბურთულებს. და შემდეგ დავასხავ უკვე წყალს, იმიტომ რომ ეს ბურთულები ფაქტიურად უკვე ეს ხორცი გაკეთებულია. მაშინ ოდნავ მოთუშულიც იყო. ძალიან გემრიელი ფარში მქონდა, ძალიან მაშინ ბლინებისთვისაც, ტოლმისთვისაც. ძალიან გემრიელი. ერთი ხორცსაკეპი მანქანა ვერ ვიყიდე, რომ სახში მე თვითონ გავაკეთე ხოლმე ფარში, მაგრამ შევაზავე, ნაყიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდი იყო, მაინც ძალიან გემრიელი იყო. შევაზავე და ძალიან კარგი გამოვიდა. თეთრეული გავრეცხე წეღან. მოვალაგე ჩემი ოთახი, ხა ბავშვების კარადა მაქვს ისევ დასალაგებელი ძალიან. სასკოლოდ რაღაცეები მაქვს. გამოსატანი გასარეცხი, გუშინ მათი ქურთუკები დავრეცხე. ერთი ქურთუკი ღამა კიდე გასარეცხი. დანარჩენი ფაქტიურად მოურჩი ყველაფერი. რაღაცეები გავხეხე გუშინ, აბაზანები რაღაცეები, ნუ მოკლედ. ვნახოთ, შეიძლება დღეს პირდაპირ ეთერშიც გავიდე. გაჩნია ტელეფონი როგორი დატენილი მექნება, არ ვიცი, ნახოთ. შევხედოთ. ნავხოთ. გარეთ ვიყავით გუშინ გასულები, გავასეირნე ბავშვები, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ვეღარ. ამინდიც რაღაცა ხელს ვერ მიწყობს, ქარია გარეთ. რა ვიცი, ნახოთ თვითონ თუ მოინდომებენ, მაგრამ თვითონ რატომღაც არ უნდათ ხოლმე დიდად გასეირნება გარეთ და ფაქტიურად სულ ძალით გამყავს ეს ბავშვები გარეთ. სანამ პატარები იყვნენ კი არ ვეკითხებოდი, მაგრამ ეხლა ვეკითხები და რა აზრი. მაინც არ უნდათ გასვლა. და გაჯეტები ურჩევნიათ. იმ დღეს მეკითხებოდა კამილა ნეტავ როგორ გაიზარდეო ტელეფონების გარეშე, როგორ გაიზარდეთა. მეთქი მშვენი ბრატ, ძალიანაც კარგ.
ჩვენი ბომბორა გაიზარდა თუ ვიმეს გახსოვთ? დიდია უკვე ბომბორიკო. ვენატრება ბავშვებს ენატრებათ ძალიან. მაგრამ ვერ ჩავახციეთ სოფლამდე რაღაც, ვეღარ ჩავახციეთ. ოდნავ დავახურო 1-2 წუთი და მერე დავასხავ წყალს. უკვე დიდი ხანი აღარ უნდა ამას ვიარებდები. ცოტა კარტოფილსაც დავაჭრი და პრინციპში ეგ იქნება. მოდი მანამდე წყალს დავარდო მაკარონებისთვის. როგორ მიხარია რომ გავიკეთებ ჩხილები. აი რომ ვუყურებ გული სხვანაირად გრგრობს თავს. სულ ვუყურებ ამ მიკროფონსაც არ განეთიშებს. იმ დღეს გამეთიშე შუა ლაპარაკში და თურმე ნახევარი ვიდეო არ ჩავწერე მაგის გამო. უბრალოდ ვიდეო კი ჩაიწერა, მაგრამ ხმის გარეშე. ასეთი ამბები შემოძვით ფასებო. კიდევ და კიდევ ისეც გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. ანა და ბავშვები ვლოგს, ასევე გამოაწერინეთ თქვენს მეგობრებსაც. გადაუგზავნეთ, გამოაწერინეთ. და ასე შემდეგ. გუშინეზოში ვიყიდე კიდე 15 ლარის კარტოფილი. ლარი და 40. ჭირს სამგას რატო ესე? რაღაცნაირად თითქოს ქრება. როგორი ჩაშავებულია ხოლმე ზოგჯერ ეს კარტოფილი. საერთოდ გავგიჟდები რა. როდის ღავარ გამაშინეს, არ ვიცი, ზამთარში არ ვარგა. ახალი კარტოფილი როცა არის, საშინელი ფასი ადევს, საერთოდაც ახალი კარტოფილი წლები აღარ მიყიდია. ისეთი ფასი ადევს, რომ აი, რა ვიცი. 8 ლარი და 9 ლარი რო იქნება კილო კარტოფილი, ხო? აი სხვანაირად უნდა ვისაუბროთ თუ მხოლოდ კარტოფილი ამდენივე, აი წარმოიდგინეთ. რაზე შეიძლება კიდე საუბარი, მე არ ვიცი. ამ დროს. ჩავაჭრავით ერთი ცალი სტაფილოც კიდე, ჩავხეხო უფრო სწორედ. ჩავხედო ერთი არ ჩამეწას. მოდი ჩავასხავ წყალს.
მიშენია რო ხახვი არ დაიწევს. სადილს ყოველთვის ვაკეთებ ბევრს, რომ 2 დღის სამყოფი იყოს ბევრნი ვართ და ასე რომ დიდ კასტრულში ვაკეთებ სულ. აბა ერთიც არის სტაფილოც ვიპოვოთ. ვიპოვოთ, მგონი მაქვს კი. ამის მერე კიდე ერთხელ უნდა გავაკეთო ისინი, რა ქვია. კომბოსტოს ხაჭაპური. კომბოსტო მაქვს ბევრი საკმაოდ. ერთი მაქვს დაბლა და გაყინულებიც მაქვს, მგონი ერთი უნდა ვნახო. ოთხი ცალი მაინც გამომივა და მეყოფ მეტი რაღაც მინდა. შევხედო ახლა მეციორში რამდენი მაქვს. კონდა თითქოს. არ არის. ესე იგი ქეთინამ ხალი გააკეთა და გამოიყენა. ეს რა არის კაცმა არ იცის. არც ცუმი, არც აღარ ვიცი რა არის, აღარც მახსოვს უნდა გადავაგდო. მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო. კომბოსტოიანები რაღაცა ძალიან მომეწონა, მომენატრათეო, ამაც გააკეთა ამ წინებზე და ძალიან გემრიელი იყო. ხახვის ნაწილაკი დამრჩა. ჩემი გოგოები საუზმობენ, მიუხედავად იმისა, რომ სადილის დროა უკვე. მაგრამ არ ვაძალებ ადრე ადგომას, ისედაც სულ პირველი წლა არიან და ადრე დგებიან ძალიან ყოველთვის. მეთქი ვაცადო ძილი ეს დღეები. სწავლა კი იწყება 15-ში, მაგრამ რამდენად მივლენ ბავშვები 15-ში მე არ ვიცი. 15, 16 ხუთშაბათი პარასკევია და მერე ისევ შაბათი კვირა და ორშაბათს ისევ 19-ია და 19 დეცემბრის დღეა. ასე რომ არ ამგონია რომ საერთოდ ვინმე იყოს 15-ში. так. ჩავყაროთ. ახლა კარტოფილიც და ეგ არის.
თორმე მიყურებენ ქალბატონები ტიუმენიდანაც და უღმესი მადლობა ყველას. მიხარია რომ გახსოვართ და მიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო. ძალიან მიხარი ხართ. რომ ვახსოვარ ხალხს მართლა ისე მენატრება ხოლმე. ის დღეები. ჩვენი თბილი წრე. ჩემი საყვარელი გოგოები. ძალიან მენატრებიან. მაგრამ რა სიზავ ესეა ცხოვრება. სხვადასხვის რამდენიმე გათხოვდა თბილისში, რამდენიმე მცოლი მოიყვანა თბილისში. ასე რომ ერთმანეთს ვეკონტაქტებით. 100 თვისია. ეს ცოტა ხანში უკვე გზად იქნება. იორი გამინდა რამდენიმე წელი, წვანილი მაქვს გაყინული. გუშინ ამოვიკითხე ძალიან საყვარელი რაღაცა და მინდა რომ გაგიზიაროთ. ესე იგი, თუ გგონიათ რომ არაფერი არ გამოგდით და ყველაფერი ცუდად არის თქვენ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რაღაც არ ხალისი დაკარგეთ ცხოვრების. რაც გინდათ იმ მომენტში ის უნდა შეისრულოთ. ანუ მოგინდათ ნაყინი დაუშვათ. უნდა იყიდოთ ის ნაყინი და შეიჭამოთ. მოგინდათ უცებ ცეკვა რაღაცაზე, რაღაცა გაგახსენდეთ, რაღაცა სიმღერა და ცეკვა მოგინდათ, უნდა იცეკვოთ მეგობრებო. მოგინდათ რა ვიცი. რა ვიცი, ნებისმიერი რამ. ნებისმიერი რაც გინდათ. ის უნდა გააკეთოთ იმ წუთას. არავის არ უნდა დაუჯეროთ, რომ ეგრე არ შეიძლება. ხალხი რას იტყვის? ვაიმე, ხალხი რას იტყვის? აი, მაგას საერთოდ არასოდეს არ უნდა მიაქციოთ ყურადღებას. ნუ რა თქმა უნდა, რაღაცის ფარგლებში ახლა. ყველაფერს თავისი ფარგლები აქვს. მაგრამ ძირითადად დარწმუნებული ვარ, არაფერს ისეც არ გააკეთებთ, რაც ახლა კანონებს არღვევს. ასე რომ, რაც გაბედნიერებთ და რისი საშუალებაც გაქვთ, რომ თქვენი საკუთარი თავი გააბედნიეროთ, ის აუცილებლად ყოველთვის გააკეთეთ. ბავშვები, ქმარი, ოჯახი, ეს ყოველთვის ყველაფერი დაიცდის, მაგრამ თქვენ საკუთარი თავი აუცილებლად უნდა გააბედნიეროთ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი. პირველ რიგში. так.
ეხლა მოდის თემუკის დაბადების დღე და რა თქმა უნდა გვიხარია ყველას ძალიან. შენი ცელქუნია ბიჭი ხდება 8 წლის. უკვე დიდი ბიჭია. აი ხო ამბობი ხოლმე მაკარონში ზეთი არ ჩაასხათ ხოლმე ხარშუსაცო, მაგრამ მე მაინც ვას ხავ, აი არ ვიცი. თუ არა და მგონია რომ მიეწებება ყველაფერს. ყველაფერს და ერთმანეთს. აი ესენი მიყვარს ძალიან ლიბრეში რო იყიდება. ველოდები თემუსამანაც, მოდი დედა. ველოდები თემუსამანაც, დღეს ხვალ უნდა ჩამოვიდეს უკვე და ძალიან ველოდები, ესე იგი შკუაზე არა ვარ. გამარჯობა. ლეგოლახალ. ლეგოლახალ თემო პინცესა. შემოჯვი ფაშო. ამანი იჭუპავა, ჭამა, საწოლი მიალაგა ხოდე. საწოლი ახლა უნდა. ვაიმე, და გავიწყდა, გაიქეცი ჩქარა. პრინციპში ყველაფერი გავამზადე უკვე. ეხლა მწვანე წყა დავაყრი. ნახოთ აბა ჩემი გოგოები რას აკეთებენ. რას აკეთებენ ჩემი გოგოები? ჩემი გოგო, რას აკეთებ? მიდი მიალაგე საწოლი. შენ აქ რას აკეთებ? შენ კი თამაშობ, მაგრამ შენ არ გეკითხები ძელ. ამას ვეკითხები. ვაიმე როგორი თვალებით მიყურებს? სადა გაქვს თვალი? რამდენი ხანია? ხო. რა ზის ალბათ. ძალიან დახმები. აი ჯერ გუშინ მოუწმინდა სანამ დავწვებოდით და უკვე შეხედით დაყარა. მაგროიდან. გუშინ ამაზე. ხო, მაგრამ რო წვებოდით მაშინაც მოუწმინდა და მაინც უკვე დაყარა. გინდა ხვალ, გინდა ზეგ. ადექი. მილენამ რაღაც ისკერვა დაიწყო. აბა ეხლა მილენა მოგყვება, რას აკეთებს? რატო აქ ესეთი არეულდარეული მაგიდა? აბა რა ხდება შენს თავს? ორგანიზერი მინდოდა მეყიდა, მაგრამ ძალიან
ატარებია, ვერ ვიპოვე ნორმალური. და გავაკეთებ მეთქიმებს. ფერად ფურცლებსაც ვაკრავ ესე. ანუ აი აქ ეხლა ჩავსვამ ესე პატარა კარტონის, აი უყურეთ, აი ესეც პატარას. აქაც და აი აქაც. და მე ეხლა მოწმოთ უკვე ადოს და წვანილიღა მეორე და ეგ არის. ვაშრობ ჩემი მიკროფონი მუშაობს. დარარარარარარარარა წვანილიღა და მორჩა. სუნერები. ირაკლის ბევრი მწვანილი არ უყვარს, მეგრე მიყვარს ბევრი მწვანილიც, ბევრი სუნელიც. ავე ზიპარკები კიდე მინდა რა რო შეუკვეთო. აღარ მახსოვს ეხლა ამ შეკვეთაზე შეუკვეთე თუ არა. მართლა აღარ მახსოვს. მინდოდა რომ შემეკვეთებინა, მაგრამ დავაჭირე თუ არა შეკვეთას. აღარ მაქვს ტვინში დავაჭირე თუ არა. არ მახსოვს. ეხლა ეს უნდა გავწიო იქით, იმიტომ რომ აქეთ მინდა კაფა დავდო.